ინფრასტრუქტურა, სოციალური საკითხები, სკოლამდელი აღზრდა, განათლება და კულტურა. ეს არის 2026 წლის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტები. დღეს ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა საკრებულოში გაიმართა. საფინანსო სამსახურის უფროსმა დაინტერესებულ პირებსა და დეპუტატებს ახალი ბიუჯეტი პრიორიტეტები დეტალურად გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 40 მილიონი ლარით არის განსაზღვრული და იმ საჭიროებებს პასუხობს, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია. მიმდინარეობს საკრებულოში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, რის შემდეგაც უნდა მოხდეს დამტკიცება. პრიორიტეტები რასაკვირველია, ისევ გვაქვს ინფრასტრუქტურული მიმართულება, სოციალური მიმართულება, კულტურული, ახალგაზრდული და სპორტის მიმართულება და ზოგადად ეს ბიუჯეტი არის მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე, მოგხსენებათ ჩვენ მთავარი პრიორიტეტები, რაც იკვეთება მთელი წლის მუშაობის განმავლობაში, ეს ერგება ბიუჯეტს და შემდეგ უკვე ნაწილდება ისე, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, რაც არის ბიუჯეტის ფარგლებში შესაძლებელი გაკეთდეს, სწორედ მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტებზე იყოს ორიენტირებული, რომ ძირითადი პრობლემები რაც არის, მოუგვარდეს. ბიუჯეტი ჩამოსული არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელიც განხილვაც მოხდა ბიუროში, ასევე კომისიებში. დღეს მიმდინარეობს საჯარო განხილვა. მერიის მხრიდან ძირითადად წარმოდგენილი არის ინფრასტრუქტურა, სოციალური სამსახური, ერთჯერადი დახმარებები. ჩვენ დეპუტატები ახლა გავდივართ ყველა აიბთან, ყველა სამსახურთან, ვსწავლობთ რამდენად პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს და საჭიროებებს აღნიშნული ბიუჯეტი. 25 ნოემბერს დამთავრდება ჩვენი მხრიდან შესწავლა ამ ბიუჯეტის. ჩვენი შენიშვნები და მოთხოვნები გადაეგზავნება მერიას და იმედია გაითვალისწინებს და შეუდგებით 2026 წელს მუშაობას ჩვენი მოქალაქეებისთვის.